ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური ციხის ალკატრასის ხელახლა გახსნაზე ბრძანება გასცა. ტრამპის თქმით, ალკატრასი უნდა გაიხსნას და აღდგეს, ზედმეტად დიდხანს იტანჯებოდა ამერიკა სასტიკი რეციდივისტი დამნაშავეებისგან, რომლებიც არასდროს მოიტანენ არაფერს, გარდა წვალებისა და ტანჯვისა. როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, ჩვენ ყოყმანის გარეშე მსვავდით ყველაზე საშიშ დამნაშავეებს ციხეში და ვაშორებდით მათ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც მათ შეიძლება ზიანი მიეყენებინათ. ასეც უნდა იყოს, ჩვენ აღარ ავიტანთ ამ სერიულ დამნაშავეებს, რომლებიც თესავენ სიბინძურეს, სისხლისღვრას და ქაოსს ჩვენს ქუჩებში. სწორედ ამიტომ გავეცი ბრძანება ციხეების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, გამოძიების ფედერალური ბიუროს და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთვის კვლავ გახსნა მნიშვნელოვნად გაფართოებული და გარდაქმნილი ალკატრასი ამერიკის ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი დამნაშავეებისთვის. ჩვენ აღარ ვიქნებით დამნაშავეების, ბანდიტების და იმ მოსამართლეების მძევლები, რომლებსაც ეშინიათ შეასრულონ თავიანთი სამუშაო და მოგცენ საშუალება გავაძეოთ ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად ჩამოსული დამნაშავეები. ალკატრასის მუშაობის განახლება გახდება კანონის, წესრიგის და სამართლიანობის სიმბოლო. ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულ ქვეყანად ვაქცევთ, განაცხადა დონალდ ტრამპმა. კუნძულ ალკატრასზე მკაცრი რეჟიმის ციხე 1970 წელს დაიხურა. 1934 წელს გახსნის დღიდან მან სახელი გაითქვა როგორც შეერთებული შტატების ყველაზე მკაცრმა და საშიშმა ფედერალურმა ციხემ. ბლუმბერგის ცნობით ილონ მასკის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს კენჭისყრაში შექმნან საკუთარი ქალაქი სტარბეიზი ტეხასის შტატში. როგორც სააგენტო წერს, სამხრეთ ტეხასში ამ მრჩევლებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს 173 ხმით 4-ის წინააღმდეგ, რითაც მოიწონეს ილონ მასკის წინადადება შექმნას საკუთარი ქალაქი სტარბეიზი შტატის სამხრეთში. ამ მრჩევლებმა დაამტკიცეს ქალაქის პირველი არჩევითი თანამდებობის პირები. მათგან სამივე SpaceX-ის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელია და ოპონენტების გარეშე იყრიდნენ კენჭს. ქალაქში მცხოვრები თითქმის ყველა მოსახლე ან მასკის თანამშრომელია უზარმაზარ საწარმოო კომპანიაში, რომელსაც ქალაქის ცენტრალური ადგილი უკავია ზღვის სანაპიროზე, ან მისი ოჯახის წევრი. ინკორპორაცია არ მისცემს მას უფლებას მიიღოს ყველა წესი, რომელსაც მოისურვებს, მაგრამ ის მიანიჭებს კომპანიას უნიკალურ უფლებამოსილებებს განსაზღვროს საკუთარი განვითარების ტემპი ამ რაიონში. ახლა საქალაქო კომისიას ექნება უფლება განსაზღვროს ზომიერების, სამშენებლო პროექტების და ცხოვრების სხვა ფეხმავალი ასპექტები. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიირატომ უკრაინის სურვილზე გაწევრიანდეს ევროკავშირში განაცხადა, რომ კიევმა შესაბამისი ტონი უნდა შეარჩიოს. უკრაინის პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ თითოეულ უნგრელს აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე. ბოლოს და ბოლოს უკრაინას სურს გაწევრიანდეს იმ კვირაში, რომლის წევრის უნგრეთი უკვე არის და არა პირიქით. კიევმა შესაბამისი ტონი უნდა შეარჩიოს, თქვა სიირატომ. სერვისმა კასტელამი, რომელიც აკვირდება და აანალიზებს სანქცირებულთა სიებს, დათვალა რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული შეზღუდვების მთლიანი რაოდენობა. გაირკვა, რომ ჯამში რუსეთს დაწესებული აქვს 24,311 სანქცია, რაც 5-ჯერ მეტია ირანის წინააღმდეგ მოქმედ დაახლოებით 5,000 სანქციასთან შედარებით. ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერია ანტირუსული სანქციების შემოღების თვალსაზრისით. მისი წილი მთლიან შეზღუდვაში 30,4%-ს, ანუ 7,384 სანქციას შეადგენს. ამერიკის შემდეგ მოდის კანადა 3,634, 15% სანქციით, შვეიცარია 3,266, 13,4%-ით სანქციით და საფრანგეთი 2,423, 10% სანქციით. Times-თან ინტერვიუში ევროპაში ამერიკის დაზვერვის ყოფილი კურატორის რალფ გოლფის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია შეგნებულად აწვდიდა უკრაინას იარაღს დოზირებულად, რომ ის სისხლისგან დაცლილიყო, მაგრამ არ გაემარჯვა. გოლფის აზრით, გადამწყვეტი მოქმედებების ნაცვლად დასავლელმა ლიდერებმა შეგნებულად აირჩიეს სტრატეგია, რომლის თანახმად მათ უნდა მიეცათ უკრაინისთვის საკმარისი შეიარაღება ბრძოლის წარმოებისთვის, მაგრამ არასაკმარისი გამარჯვებისთვის. მიზეზი იყო შიში, შესაძლო ბირთვული ომის წინაშე.
მაშინ რომ უკრაინელები მართლაც მძლავრი შეიარაღებით მოემარაგებინათ, მათ შესაძლოა გაეყარათ რუსების საკუთარი ტერიტორიიდან, მაგრამ ეს არ მოხდა და საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ გაჭიანურებული დამქანცვრელი ხოცვა-ჟლეტვა. უკრაინელებს მისცეს იარაღი არა გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ასე ნელა-ნელა სისხლისგან დაცლილიყვნენ, აღნიშნა გოფმა. მისი თქმით, ამ მოსაზრებას იზიარებენ ბრიტანული მთავრობის მაღალი წრეებიც, უბრალოდ საჯაროდ ამის თქმას ვერ ბედავენ. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მან გასცა განკარგულება 100%-ით დაბეგრონ იმ ფილმების გაქირავება, რომლებიც შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთაა გადაღებული. პრეზიდენტის განცხადებით, სხვა ქვეყნები დაკავებულნი არიან ამერიკული სტუდიების გადაბირებით ქვეყნიდან, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. კინოინდუსტრია ამერიკაში ძალიან სწრაფად კვდება. სხვა ქვეყნების თავაზობენ მათ 1000 გვარ სტიმულებს, რომ როგორმე გადაიბირონ ჩვენი კინემატოგრაფისტების და სტუდიები ამერიკიდან. ჰოლივუდი და ამერიკის ბევრი სხვა რაიონი კოტრდება. ესაა სხვა სახელმწიფოების შეთანხმებული ძალისხმევა და შესაბამისად ამერიკის უსაფრთხოებას ემუქრება. ამ ყველაფრის გარდა ესაა ასევე შეტყობინებების გაცვლა და პროპაგანდა. ამიტომ დავავალე ვაჭრობის სამინისტროს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს სასწრაფოდ დაიწყოს 100%-იანი ტარიფის შემოღების პროცესი ყველა იმ ფილმზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის და საზღვარგარეთაა წარმოებული. ჩვენ გვინდა, რომ ფილმებს კვლავ ამერიკაში აწარმოებდნენ, აცხადებს ტრამპი.